მშვიდობის მოგესალმებით პატრიცემულო ტელემაყურებლებო. ეთერშია ჩვენი გადაცემა ჯანმრთელობა უპირველეს ყოვლისა. მე გახლავართ თემურ შენგელია. ჩვენს გადაცემაში ყოველთვის ხაზს ვუსვავთ იმ პრობლემებს, რომლებიც იწვევს ჩვენი ფიზიკური მდგომარეობის გაუარესებას, რასაც მოყვება შემდგომში უკვე დაავადების ჩამოყალიბება და ჩვენი ექიმებთან დიდი ხნის პროცესი ურთიერთობისა, რომელიც საბოლოო ჯამში დღევანდელი მედიცინიდან გამომდინარე ეს პროცესი არ მთავრდება ხოლმე. იცით, ეს არ არის ჩვენი ექიმების ბრალი, ეს არის იმ სისტემის ბრალი, რომელშიც ჩვენ ახლა ვიმყოფებით და იმედია, რომ ყველაფერს აქვს თავისი დასაწყისი და თავისი დასასრული მოგეხსენებათ და ალბათ ამ სისტემასაც ჩვენ ნელ-ნელა შევცვლით და დაუბრუნდებით იმ პროცესს, იმ მდგომარეობას, რომელსაც ჩემი ახალგაზრდობიდან მოყოლებული ერქვა ექიმისა და პაციენტის ურთიერთობას. დღეს ძალიან საინტერესო თემაზე მინდა რომ ვისაუბროთ და სტუმრად გვყავს პროფესორი დავით აფხაზავა, საღამომშვიდობის ბატონო დავით, მოგესალმებით და მადლობა რომ თქვენ იღებთ ჩვენს გადაცემაში მონაწილეობას. მე ესეთი პატარა ორიოდე სიტყვით შესავალი გავაკეთე იმისათვის ბატონო დავით, რომ ჩვენი მდგომარეობა, ფიზიკური მდგომარეობა, გვინდა ჩვენ თუ არ გვინდა, დამოკიდებული არის იმ გარემო ფაქტორებზე და იმ მდგომარეობაზე, იმ გარემოზე, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით და სამწუხაროდ, აი ჩვენ ვსაუბრობდით და უწინ ბევრად უფრო მეტი კონტაქტი ჰქონდა ადამიანს გარემოსთან და იმ ფაქტორებზე, რომლებიც მოქმედებდნენ ადამიანზე და ჩვენს ფიზიკურ პლანზე და აქედან გამომდინარე ადამიანს ჰქონდა გარკვეული რეაქციები, რა დროს როგორ უნდა ემოქმედა. და შესაბამისად პათოლოგიური მდგომარეობები ბევრად უფრო ნაკლები იყო, ვიდრე გვაქვს ახლა. და გამომდინარე იქიდან, რომ მთელი ჩვენი ასე ვთქვათ თანამედროვე ყოფა შეიცვალა, ხო, თანამედროვე სამყარო ბევრად უფრო მატერიალური არის და სულიერებისკენ უფრო ნაკლები მიდრეკილება აქვთ ადამიანებს, ესეც დროებითი არის, ამასაც ასე ვთქვათ აქვს თავისი პლუსებიც, მინუსებიც, უბრალოდ არაფერი არ ხდება ამ სამყაროში და გამომდინარე იქიდან როგორ ვცხოვრობთ დღეს, ხო, და რას ვაკეთებთ, როგორ ვაკეთებთ, აქედან გამომდინარე არის ის პათოლოგიური პროცესები, რომელშიც თითქმის ყველანი ვიმყოფებით. დღეს მინდა რომ თქვენი სპეციალობიდან გამომდინარე, როგორც მეცნიერის, როგორც პედაგოგის, ვისაუბროთ იმ ფაქტორებზე, რომლებიც იწვევენ პათოლოგიური პროცესების ჩამოყალიბებას და იმ პათოლოგიურ პროცესებს, რომელსაც დაავადებები ქვია. კი, ბატონო, სიამოვნებით ვისაუბროთ. პირველ რიგში, უნდა თქვა, რომ ეს თქვენ რაც თქვით, აბსოლუტურად მართალია, იმიტომ რომ ძალიან დიდია პრობლემა. საკითხი არის ესე, რომ ჩვენ რამდენად ვაცნობიერებთ ამ პრობლემას საზოგადოება და თითოეული წევრი ცალკეულად ადამიანი რამდენად აცნობიერებს და იდეა ესეთია, რომ რაც უფრო მეტი გვაქვს ცოდნა ამა თუ იმ საკითხზე, მარტო ჯანმრთელობაზე არ ნებისმიერად, მით უფრო ჩვენ ვართ წონასწორობაში ამ საკითხთან, ანუ მართავთ მას, ანუ არ გვაზიანებს ის
და არის ბევრი ფაქტორი მაგალითად, რომელიც ჯანმრთელობაზე ახდენს გავლენას, მაგრამ ცალკეული ადამიანები რო ავიღოთ, ერთი არის ცოდნის მომენტი და მეორე არის ამ ცოდნას რამდენად ითავისებ და იყენებ. შეიძლება ვიღაცა მიცოდეს, რომ მაგალითად რომელიღაც საკვები არის საზიანო, მაგრამ მაინც იყენებდეს, ანუ ის სხვა მომენტია. ხო, მაგრამ პირველი ეტაპი მაინც ცოდნაა. თუ ცოდნა არ აქვს, მაშინ უკვე ალბათობის პრინციპით არის, შეიძლება გაუმართლოს და არ გამოიყენოს, მაგრამ შეიძლება თავისუფლად იგივე 50% ალბათობით გამოიყენოს. ხო და ამიტომ ეს მუდმივად მნიშვნელოვანია ამ ცოდნის გაღრმავება. ეხლა რა არის რაში გვადგება თვითონ ჩემი სპეციალობები, მაგალითად ბიოქიმია, მოლეკულური ბიოლოგია, უჯრედული ბიოლოგია, ეს საშუალებას და მიკრობიოლოგიაც, რაშიც მე მაგალითად ვკითხულობ ლექციებს სხვადასხვა უნივერსიტეტებში და პარალელურად ვაკეთებ სამეცნიერო კვლევებს. ანუ ეს გვადგება ეს ცოდნა იმაში, რომ ჩვენ შეგვიძლია მოლეკულურ დონეზე პირველი რომ შევისწავლოთ სხვადასხვა პათოლოგიები, შესაბამისად ეს სამკურნალო პროცესები განვავითაროთ, საშუალებები მაგალითად, ერთი ეგ და მეორე მოლეკულურ დონეზე განსაზღვროთ ის რა მავნებლობა მოაქვს ამა თუ იმ ფაქტორს მაგალითად და ამ მავნებლობის წინააღმდეგ რაღაცა შევიმუშაოთ. არის ორი ფაქტურად გზა რომ დაუკვირდეთ, რომ ან ის ფაქტორი უნდა აღმოფხრა, ან შენ ასე ვთქვათ დაიცვა თავი, მაგრამ არის ფაქტორები, რომელსაც ესე ადვილად და მარტივად ვერ აღმოფხრი, იმიტომ რომ ცალკეული ადამიანი არის ინდივიდი და გარემოში არის ის ფაქტორი, მაგალითად არის დაბინძურება. კი იცი, ცუდია, მაგრამ ჰა შენთვის რაღაცა გააკეთო, მაგრამ ის რომ გავლენა მოახდინო იმაზე ძალიან რთულია. და ესე ჩვენ შეგვიძლია რამდენიმე სხვადასხვა ფაქტორზე ცალ-ცალკე მაგალითად ვისაუბროთ. რა საკვირველია? აი მე მაგალითად პირველ ფაქტორად საკვებ პროდუქტებს დავასახელებდი და აი თქვენი ასე ვთქვათ განმარტება და მახასიათებლები, რომელიც როგორც მეცნიერისათვის ცნობილი არის, რა საკვებ პროდუქტებთან გვაქვს ჩვენ ასე ვთქვათ ახლო დამოკიდებულება და რას წარმოადგენენ ეს პროდუქტები და როგორ შეიძლება რა ზიანს გვაყენებენ ისინი. კი, საკვებ პროდუქტები ჩვენ შეგვიძლია პირობითად დავყოთ ორად, ასე ვთქვათ, ჯანსაღი და არაჯანსაღი. ესე დაყოფა რომ გავაკეთოთ. ესე იგი, არაჯანსაღი პროდუქტები საქმე იმაშია, რომ ჩვენს ყოველდღიურობაში პიროდოთ მე თვითონაც ვიცი ზოგიერთი რაღაცა, რომ არაჯანსაღი, მაგრამ იმდენად გემრიელია, იმ წუთას უფრო იაფია, რაღაცა სხვადასხვა მიზეზების გამო მიწევს მიღება. მაგრამ ჯამში ეს ცუდია, რატო? იმიტომ რომ მარტო პროდუქტზე არ არის, სხვა ფაქტორების გავლენას ახდენს, მაგრამ ესეც რო ემატება ჯანმრთელობას, უკვე ჩვენ ცხოვრობთ როგორ სიტუაციაში, რომ დაუფიქსდეთ, რომ მოსახლეობის რაოდენობა, მარტო საქართველოსზე არ არის, მთლიანად აი მთელ დედამიწაზე იგივე პრობლემაა მეტნაკლებად, რომ მოსახლეობის რაოდენობა იზრდება და იზრდება. მუდმივად იზრდება. შესაბამისად, საკვების რაოდენობა მცირეა და საჭიროა ამის რაღაცის ჩანაცვლება და ჩანაცვლება ზუსტად მიდის ამ არაჯანსაღი ბუნებრივი საკვები კი ბატონო, ხო, ბუნებრივი ჩანაცვლება არაჯანსაღის, ან ბუნებრივი საკვები, მაგრამ არაჯანსაღი ფორმით. აი მაგალითად ბუნებრივია ხილი, მაგრამ თუ მე იმას პესტიციდები დავასხი, უკვე ის მოწამლულია, ხორბალი მაგალითად და ასე შემდეგ, თუ იმას დააყარეს რაღაც პესტიციდები, უკვე ის კი ბუნებრივია, მაგრამ მოწამლულია, ხო და ეხლა რა ხდება? არაჯანსაღებს რო შევხედოთ მაგალითად, აი შევედით სუპერმარკეტში მაგალითად, ხო, ყოფილა რომ სუპერმარკეტში მე შევდივარ და ვერაფერს ვერ ვყიდულობ ზოგჯერ და გამოვდივარ უკან, არა და ვიარე 1-20 წუთი ვეძებე რაღაცეები. რატო? იმიტომ რომ მივდგეთ ასე, ესე იგი ძეხვეული, ეს სოსისები, ანუ გადამუშავებული ღორის ხორცი თავისთავად არ არის ჯანსაღი, იმიტომ რომ ის ცნობილია, რომ პირველი რომ იქ კარი ხორცს არავინ არ ჩაგიდებს, მეორე რომ ეს ნარჩენების გაკეთება და მეორე იქ თვითონ გადამუშავების დროს, აი შებოლვისოს, იქ გროვდება ძალიან ბევრი კანცეროგენი. ანუ სავსეა კანცეროგენებით. მერე ემატება კიდევ რა, რომ დავუშვათ ავიღეთ სხვა პროდუქტი, იგივე
ითქმის ნებისმიერ შებოლილ პროდუქტზე, ანუ მარტო ძეხვი და ის არა, ანუ სულგუნიც შებოლილი, ხო, კი ბატონო, რომ ავიღოთ, აი შებოლილი ის უკვე იმ ელემენტებს შეიცავს. აი რაჭული ლორი მაგალითად ის ყოველთვის ცნობილი იყო. კი ბატონო, რაჭული ლორი როგორ არის იცით, რომ შეიძლება ჯობდეს სხვა ლორს, მაგრამ ვერასოდეს ვერ აჯობებს ჯანმრთელობის თვალსაზრისით. ისიც პათოლოგიური. კი ბატონო, იმიტომ რომ ის უკვე არის მიღებული როგორც ლორი, ანუ შებოლილი პროდუქტი, უბრალოდ ხარისხით, იქ არის ხორცის ხარისხი, რა თქმა უნდა, ის სხვას ჯობი გემოვნური ხარისხი. ზითად მათ მიდის მაინც გემოვნებაზე ორიენტირი. ბატონო დავით, მაპატიეთ, ეხლა რადგანაც ხორცზე ვლაპარაკობთ, მე ესეთი შეკითხვა მაქვს. აი, ხორცთან მიმართებაში არის საქონლის ხორცი, ღორის ხორცი, ქათმის ხორცი, ხო, ძირითადად რომელსაც მოვიხმართ ჩვენ და აი ხორცის მახასიათებლებზე თუ შეგიძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდოთ, რომ ადამიანმა იცოდეს რომელი ხორცი ჯობია, საქონლის ხორცი ჯობია რომ იყიდოს თუ ღორის. მაგალითად, ან როგორ არის იცით, რომ ცალსახად არ არსებობს, აი მე როცა მაგ საკითხებს ვიხილავ ხოლმე, ეგეთი მიდგომა, რომ ცალკე რაღაცა ხორცი კარგია, საერთოდ ეგეთი ჯანმრთელობის მომენტში არ არის ფაქტიურად, რომ აი კარგი იყოს. არის ესე, რომ ხორცი მეტნაკლებად ყველანაირად ცუდია, მაგრამ როგორც ცუდსაც შეიცავს და კარგსაც. მაგრამ ეს კარგი ცილები იმდენად საჭიროა, რომ იმ ცუდზე ხანდახან თვალის დახუჭვა გიწევს და მაინც ხორცი ჯობია მიიღო. მერე ესეა, რომ რაღაც ამბავში, მაგალითად, ზოგადად თუ ავიღეთ ძროხის ხორცი ჯობნის, მაგრამ რაღაც კონკრეტული ნიუანსებში ჯობნის ღორის ხორცი. მაგალითად ვიტამინი B ის ღორის ხორცი უფრო მეტია და ასე შემდეგ. მაგრამ ჯამში საჭიროა ხორცი, იმიტომ რომ შეიცავს მაგალითად ვიტამინ B12-ს, რკინას, საჭირო ნიუტრიენტები და ცილები, ხო და ამ რო შევადაროთ ეს ორი, ესეა რომ ქოლესტერინი არის ძირითადი პრობლემა ხოლმე, ეს ქოლესტერინი, რომელიც სიცოცხლეებში ილექება, მერე სიცოცხლეები წარმოიქმნის სისხლს ვერ ატარებს ისე და უკვე გულსისხლთან დაავადებები ვითარდება, ათეროსკლეროზი, მერე თან ესეა რომ გადაბმულია ეს ყველაფერი ერთმანეთზე. იქ სისხლი რომ ვეღარ გაატარა, შეიძლება ადამიანს სხვა რაღაცა ერთი აწუხებდეს, მაგრამ იმას დაარტყას ამ ყველაფერმა. და აი ეს ცხიმების ამბავია. ნუ მე არის ლიპოპროტეინები, მაღალი სიმკვრივის და დაბალი სიმკვრივის. აი დაბალი სიმკვრივის არის ზუსტად რაც ილექება და მაღალი სიმკვრივის უფრო ასე ვთქვათ კარგი ლიპოპროტეინებია და შესაბამისად ნებისმიერ ხორცში რომელშიც არის ეს დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები არის უფრო ცუდი და მას უნდა ვერიდოთ და მე როგორ არის ის დიეტური თვალსაზრისით ესე არის რომ აი სიტყვაზე კვირის დღეები რო გვაქვს ანუ რაღაც იდეალურ დიეტას რომ მიუახლოვდე ისე არის რომ ისე კი არ არის სიტყვაზე რაღაც ერთი ტიპის ხან თევზი უნდა ჭამო ხან ღორით შეიძლება იშვიათად უფრო ძროხა თევზი აი კურდღლის ხორცი არის ძალიან კარგი იმიტომ რომ ქოლესტერინს შეიცავს ძალიან ნაკლებს ну ეს თქვენ ახლა ამას ამბობთ ქოლესტერინის თვალსაზრისით? ხო, ქოლესტერინის, აი ეგეც მნიშვნელოვანი რაღაცაა, რაც თქვენ თქვით, რომ მარტო ქოლესტერინი არ არის, ხო? ქოლესტერინის თვალსაზრისით ესია, მაგრამ სხვა თვალსაზრისით, ახლა ვიტამინ B12-ის თვალსაზრისით უკვე გამოვა, რომ შეიძლება ძროხის ხორცმა აჯობოს. აი, გააცნია თვალსაზრისებს, და წითელი ხორცია კიდე და თეთრი ხორცია. აი, წითელი და თეთრი ხორცი. წითელ ხორცზე მიღებულია, რომ ჯამში წითელი ხორცი ასევე მავნეა და თეთრი ხორცი არის უფრო ჯამთელი. ანუ მიტოვა ხოლმე. მე აი დიეტის თვალსაზრისით ხო მე მახსოვს ჩვენ როცა გვასწავლიდნენ ხორცი დიეტური ღორის მჭლე ხორცი ბევრად უფრო დიეტური არისო ვიდრე საქონლის ხორცი. საქონლის კი ბატონო, უკვე ცხიმი რომ მოცილდება, იქ უკვე სხვა თემაა. კი და მე არის მომზადებაზე დამოკიდებული, იმიტომ ნახეთ, მოხარშული კიდე სხვა თემაა, შემწვარი კიდე სხვა. ხო, ყველაზე გემრიელი რა თქმა უნდა არის, მაინც რომ შევხედოთ ღორის მწვადი.
მაგრამ ეს მოლისწვადი რა არის, რომ თავის ცხიმში და ისე შემწვარი, ანუ მე იმას კი არ ვიძახი, რომ ეს საერთოდ არ უნდა ჭამო, უბრალოდ აქ არის დოზებზე საუბარი, რომ ყოველ დღე თუ მიადექი და ჭამე, ბატონო დავით, შედიხარ მაღაზიაში, სუპერმარკეტში, ნუ მე მხედველობაში მაქვს იქ არის გაყინული ღორის ხორცი, გაყინული საქონლის ხორცი, ქათმის ხორცი, ისიც გაყინული, ნუ ქათამზე ხო ნაკლებად ვაკეთებთ აქცენტს, ხო? საქონლისა და ღორის ხორცი. აი, გამომდინარე იქიდან, რომ ხორცი გაყინულია. ხო, რომელი ჯობია, რომ ვიყიდოთ და გამოვიყენოთ და საერთოდ გაყინულ ხორცსა და ახალ ხორცს შორის როგორი სხვაობაა? კი, ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ გაყინვა თავიდანვე უფრო იქითკენ მიდის საქმე, რომ გაყინული პროდუქცია ზოგადად უფრო საეჭვოა, იმიტომ რომ რატო ყინავ? ყინავ რატო, რომ როცა რაღაცა ბევრია, იგივეა შებოლვაც, თავიდან თავი რატო მოდის შებოლვის, რომ საიდან წამოვიდა, რომ როცა იდეალში ბევრი ქონდა, შეენახა და იგივეა ახლა საყინულეშიც. მე არის გაყინვის დროს პრობლემა რა არის, რომ შენ როცა ყიდულობ, მყიდველი როცა ყიდულობს, გაყინულს ძნელია რომ გარედან შეამჩნიო თუ რამე ჭირს, იმიტომ რომ მე მაგალითად მახსოვს შემთხვევები იყო, რომ სურათსაც დებდა ხალხი, რომ აი მე სუპერმარკეტში ვიყიდე რაღაცა გაყინული თევზი და შიგნით ჭიები აღმოჩნდა. იმიტომ რომ გაყინვის პირობები უნდა იყოს ზუსტად დაცული. თუ არ არის დაცული, მერე სხვა პრობლემები იქნება. მერე როგორ არის იცით, რომ ძროხის ხორცს რო უყვირდები, უფრო ეთქობა მოთხოვნადია და უფრო ნაკლებად არის ხოლმე გაყინული, უფრო ღორია ხოლმე, გაყინულ შევხედოთ ასე სუპერმარკეტებში. ანუ გაყინული ხორცის ეგ პრობლემაა, რომ უფრო სანდო ნაკლებად არის და მეორე პრობლემა ის არის, რომ ამ ასე ვთქვათ, სინცხალ ხორცს, ხო, ახალ დაკლოს და იმას ვერ ჯობნის გაყინული, იმიტომ რომ სხვა რვარფერი სულ რო კარგად დაიცვან გაყინვის პირობები, იქ სტრუქტურა ისე იცვლება, რომ ჯამში ის ვეღარ ჯობნის. ის კი არა, გამოყინვასაც აქვს ხოლმე მნიშვნელობა, უფრო კულინარები მაგალითად, რომ კაი გემრიელი და კაი კერძი გამოვიდეს, აქვთ ეგეთი მიდგომა, რომ პირდაპირ არ შეიძლება, ახლა მეც მაგალითად გაყინული რომ აქ მასივაში ვეღარ ვითვენ ხოლმე და დავასხამ თბილ წყალს, რაც არ შეიძლება აშვებია ხოლმე. კულინარი მაგას არ გააკეთებს, იმიტომ იკარგება ის თვისებები. ნელა უნდა გამოალღონ ჯერ ეს საყინულიდან სიტყვაზე 4 გრადუსზე და ნელა ეს იგივეა სხვა შემთხვევაში, აი ბიოქიმიაში ბიოქიმიური ნიმუშს თუნდაც აი ნიმუში რო არ გაფუჭდეს, არ შეიძლება რომ პირდაპირ ცხელ წყალში ან თბილ წყალში ჩადო საყინულიდან. უბრალოდ ნიმუში რო იყოს, აი ცილა ან რაღაცა, ისიც ეგრე ნელ-ნელა მეთოდიკა ესეთია, რომ ნელ-ნელა უნდა გამოალღო ჯერ საყინულზე და ჩვეულებრივზე, მერე გადაგაქვს ათბო. ხო, ნუ ეგ ახლა მე მაგალითად მახსოვს შემთხვევა ბაზარში ხორცის ყიდვის დროს, ნუ ნაცნობი რომელიც იყო, თავი გამიქნია და მითხრა რომ ეგ ხორცი არ იყიდო. და მე როცა დავინტერესდი, აღმოჩნდა რომ ეს იგივე გაყინული ხორცი არის, რომელსაც ალღობენ და მე ასე ვთქვათ, ასაღებენ როგორც ახალ დაგლოს, ხო? აი ამ თვალსაზრისით რამე პათოლოგიური პროცესის გამოწვევა შეუძლია ორგანიზმში ესეთ ხორცს თუ არა? არა, უყურეთ როგორ არის თვითონ გაყინვა პროცესი, არა, პრობლემა რაშია, უყურეთ რომ თუ კარგად გაყინეთ, ეს პათოლოგიას არ იწვევს. მაგრამ საუბარია რაზე, რომ ხანდახან ხდება ესე, რომ ეს ხორცი დაუძველდათ, უკვე რომ გაფუჭების პირას არის, ან ნახევრად გაფუჭებული, უკვე აი ცუდია, ასე ვთქვათ, და მერე გაყინეს. აი ეგ არის პრობლემა, რომ ეს გაყინვა უკვე ნიღბავს ამას. მე ვიყიდე, გავალღვე, წესიერ ვერ მივხვდი რომ ცუდია, შევჭამე და მერე გაირკვა რომ ცუდი გასაგებია. გასაგებია. ხო, ეგ ასე ვთქვათ, საინტერესოა, მაგრამ ხორცის გარდა კიდევ უამრავი პროდუქტი არის, რომელსაც ჩვენ მოვიხმართ, ხო? აი, ძეხვეულობა. მე მაგალითად, ნუ, მე არ ვყიდულობ ხოლმე ძეხვს. იმიტომ რომ ის რაც მე ინფორმაცია მაქვს ის ძეხვეულობა რაც იყიდება, ნუ
წესით არ უნდა იყიდო და არ უნდა ჭამო, მაგრამ ნუ ჩემ შვილებს აქვთ ეს მოთხოვნილება და ყიდულობენ ხოლმე. აი, ძეხოულობაზე რას გვეტყვით? ძეხოულობაზე ზუსტად ეგ სიტუაცია რომ ჯანმრთელობის წარმოება, მაგრამ იმდენად გემრიელია რომ მეც ხანდახან ვიცი და ცუდია, მაგრამ ხანდახან წამძვრევს სული. იქაც კიდე ოღონდ შეიძლება არჩევა. თუ ძეხს ყიდულობ, ქემაინც უნდა იყიდო უფრო უკეთესი ვარიანტი, იქაც არჩევანია, ანუ არის ხო და აი როგორ უნდა ავარჩიო მე რომელი მაგრამ არის პრობლემები რომ ის რაც კარგია მე ძვირიღის და როგორ არის ის თვითონ მარტო ძეხზე არ არის დღეს აი უკვე დამდგარია ეგ პროდუქტების ფასების ზრდის პრობლემა რომელიც მარტო საქართველოში არ არის ბევრგან არის და როგორ არის იცით რომ თან ნახეთ ფასი ხო ისეთი მდგომარეობა როგორც საქართველოში არსად არ არის ხო ფასი ნახეთ ფასი ხო ძვირია მაგრამ რომ დაუფიქრდე ჯერ ის იაფი ფასიც კი ძვირია იმ ჯანმრთელობის სიტუაციასთან შედარებით იმიტომ რომ ძეხს რომ იკეთებ და ჩვეულებრივ ხორცზე ძვირია უკვე მოგებაშია ის ვინც აკეთებს იმიტომ რომ იქ ცუდი ხორცები ჩადო და რა ხდება ნახეთ გემოს თვალსაზრისით იქ ემატება ბევრი რაღაცა ემულგატორები ემატება რომელიც გემოს სტიმულაციას აკეთებს და ემატება კიდე კონსერვანტები რაც ასევე ცუდია ეგ კონსერვანტები მარტო ნებისმიერ პროდუქტზე აი თვითონ კონსერვში რა არ ფუჭდება მაგალითად ერთი წელი და ასე შემდეგ ეგ ნებისმიერად ცუდია კონსერვის პროდუქცია და ესე იგი შებოლოს ფაქტორი ცალკე ემატება მერე არის ემულგატორები კიდე ესეთი რომ E ჯგუფის ემულგატორი მაგალითად E200 მე რაღაცა E600 რაღაცა და ამ თითოეულ ემულგატორს ეს რატო აწერენ რომ ეს არის თვითონ დასახელებაც კი ქიმიური ძალიან გრძელია და იმას ხო აღარ დააწერენ ეტიკეტზე და მარტივია იქ ჩანს რომ E200 რაღაცა მაგრამ სინამდვილეში ის რომ მოიძიო იმის ფორმულა და იმ ემულგატორზე ნახო არის ბევრი ემულგატორები რომ საკმაოდ მავნეა ანუ ეგ მომენტები და ნომრების მიხედვით იმაშვებიან რომ ამ ესა და ეს ნომერი არ აიღოთ არ იყიდოთ იმიტომ რომ არის ემულგატორები ზოგან საერთოდ აკრძალულია არის ემულგატორები რომ ცნობილია რომ ცუდია მაგრამ დაშვებულია მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეგ ინფორმაციას გაძლევს ანუ ეტიკეტი აი როგორ ავირჩიოთო ანუ ეტიკეტს ნებისმიერ პროდუქციას რომ და ნაწილობრივ ინფორმაციას მაინც გაძლევს რომ რა დონეზეა აქ წასული საგნებისმიერ ნუ რეკომენდაცია ზოგადი ესეთია რომ დაინახავ რომ რაღაცა პროდუქცია შეიცავს ამ ემულგატორებს ბევრ რაღაც ქიმიებს უკვე მოსარიდებელია უკვე საეჭვია გასაგებია ეხლა კიდევ არა ერთხელ ყოფილა ისეთი შემთხვევა, როდესაც ცუდად დაუხასიათებიათ პურ პროდუქტები. კი. პურზე გეტყვით რა ხდება ახლა პური თვითონ ჯერ სხვა შორს არის რომ ესე იგი პოსტ ჩვენთან საქართველოში პური ხორბალი ადრედანვე მოიწეოდა და ანუ პური უცხო ჩვენთვის ასე ვთქვათ არ არის. მაგრამ საქმე რაშია რომ ჯანმრთელობისთვის აი ეს ბევრი პური თვითონ კარგი არ არის. იმიტომ რომ რა არის რომ ესე იგი პური გამოდის რომ ის იგივე მსგავსი პროდუქტია რომელიც უფრო გარნირის ვარიანტია რომ კარტოფილი, პური, მაკარონი. არაფრით არ შეიძლება რომ ეს სამი პროდუქტი ერთად შეჭამო ასე. კარტოფილი და მაკარონთან პური ხო, მაგრამ არის ხალხი რომ ეს სიტყვა თუ არიცი რომ ცუდია შეიძლება რომ მიატანოს მაკარონი და ისა ჯამში პურზე როგორ არის მე უფრო ცნობილია რომ ეს უფრო შავი პური, უფრო ჯამთელია ვიდრე თეთრი პური და მე კომბინაციას გააჩნია ახლა უყურეთ მე განსაკუთრებით მავნია პროდუქტზე ზედმეტი სითქმოს მიღება და ამ სითქმოს რო ვღებულობ და პლუს კიდე სომეულს აი ეს უკვე დამატებით ზეგავლენას ახდენს და მე გავლენას ახდენს ეს ყველაფერი მიკრობიომზე, ანუ ნაწლავების მიკროფლორაზე. თუმცა პური არ არის ძირითადი განსაზღვრელი, რომ ჯამში შეიძლება ვთქვათ, რომ პური მცირე რაოდენობით ცუდი როგორც ასეთი არ არის, მაგრამ ახლა დიდი რაოდენობით და სისტემატიურად ჯანმრთელობისთვის სასარგებლო არ არის. სხვა თუ არაფერი სიმსუქნეს უწყობს ხელს, მონელებაზე ახდენს გავლენას. აი მონელებაზე რანაირად ახდენს გავლენას? ეხლა მე მინდა ზოგადად ნაწლავების ფლორასაც შევეხოთ, მაგრამ სანამ მაგაზე გადავ
დავავალთ. აი პური, თუნდაც თონის პური, თუნდაც ჩვეულებრივი პური, რომელიც იყიდება, აი აქვს გემოთიც განსხვავდება საფუარიანი და უსაფუარო პური. აი ამ თვალსაზრისით რა რეკომენდაციას მისცემთ, რომელი ჯობია? აქ ცნობილია, რომ ზოგადად უსაფუარო პური უფრო ჯამთელია და შავი პური უფრო ჯამთელია, ესე იგი საფუარიანი, ნუ საფუარის ფუნქცია რა არის, რომ საფუარი რო შედის ცომში, ის იწყებს მეტაბოლიზმს, ანუ ცოცხალი უნდა იყოს და ამ მეტაბოლიზმის დროს გამოყოფს გაზებს. და ის გაზი ცომში რჩება და ასე ვთქვათ ფორებს წარმოქმნის და ამიტომ ეს უფრო ფულდება. და რბილია. ხო, არ ბილებს ასე ვთქვათ. მაგრამ მონელების თვალსაზრისით, ანუ ისე არა, თვითონ აი თუნდაც მე გეტყვით აი პირად მაგალითს, ანუ როგორ რაღაცაა, ხო, ძილის წინ მე თუ ჭამე, რა თონის პური ყველაზე გემრიელია, ხო, და ძილის წინ რომ ჭამო, არ არსებობს, რომ არ დამემართოს კუჭის ქართულად იჟოგა. ანუ მჟავიანობის მომატება. ხო, ან თუნდაც მაგ თვალსაზრისით. მე ეს ნახშირწყლები, ანუ პურში არის ბევრი ნახშირწყლები. ნაკლებია აქ ცილა, ნაკლებია ვიტამინები, ანუ საკვები თვალსაზრისით არამომგებიანია. ნუ რაც შეეხება ძილის წინ საკვების მიღებას, ეს ცნობილია, რომ 3-4 საათით ადრე უნდა შეწყვიტოთ ჭამა იმისათვის, რომ ნაწლავებმა ნორმალურად შეძლონ გადაამუშავონ ის საკვები, რომელიც მანამდე გაქვთ მიღებული. კი ბატონო. ეხლა ზოგადად აი ნაწლაური ფლორა. კი. და აი ამ ფლორის მდგომარეობა, მისი გაუარესება, რა იწვევს მის გაუარესებას და რა შედეგები გვაქვს? პირველი ის, რომ ბოლო ხანებში უფრო და უფრო მეტი საინტერესო მონაცემები გროვდება, რომ ადამიანის ნაწლაური ფლორა თურმე აი რამდენი სხვადასხვა რამისთვის ყოფილა მნიშვნელოვანი. ნუ ერთი რომ ბატონო, მაპატიეთ, მე არაკლინიკური ფორმა მაინტერესებს, მე აი სუფთა ბიოქიმიური თქვენი მიმართულება მაინტერესებს. ესე იგი, როგორ ხდება უყურეთ, აი ბიოქიმიურად რო ავიღოთ მაგალითად, ხო? ესე იგი, ნაწლავურ ფლორაში მაგალითად გამომუშავდება ნეიროტრანსმიტერი სიტყვაზე, თვითონ ეს ბაქტერიები და მნიშვნელოვანია რომ იქ იყოს საჭირო და ასე ვთქვათ, კაი ბაქტერიები და ცუდი ბაქტერიები. იგივე მოწამლა, თუ ეს არ არის ქიმიური მოწამლა, ან რაღაც ესეთი არის ხოლმე რა, რომ ხანდახან აი თუ სიტყვაზე გაფუჭებული პროდუქცია შეჭამა ადამიანმა. რა თქმა უნდა, პირობითად ვიძახებ ადამიანს, რომ შეიძლება ნებისმიერი ძუძუმწოვარი მოიწამლოს ანალოგიური მექანიზმით. თუმცა შეჭამა ადამიანმა გაფუჭებული პროდუქცია მოხდა რა, რომ ჩაყვა ცუდი ბაქტერია. რეალურად ჩვენს გარემოში, კი, ჩაყვა ის ცუდი ბაქტერია და რომელიც არის მომწამლავი. ანუ ის რა შვება, რეალურად გარემოში, ჩვენ გარემოში მუდმივად მიძის სხვადასხვა სახეობების ერთმანეთთან ბრძოლა. ჩვენ ამ მიკროსამყაროს ვერ ხედავთ, მაგრამ ეს ბაქტერიები ებრძვიან გამწარებული ერთმანეთს ისთვის, რომ საკვები იმათვის კიდევ უფრო მცირეა მაგალითად და ერთი ბაქტერია როგორ ებრძვის მეორეს, რომ ის გამოყოფს ტოქსინებს და მეორე ბაქტერია ვერ უძლებს ამას და ყვდება. იგივე იყო მაგალითად პენიცილინი, როდესაც აღმოაჩინა ფლემინგმა, როგორ აღმოაჩინა, რომ მას შემთხვევით ჰქონდა პეტრის ჯამი, რომელზეც ჰქონდა გაზრდილი ბაქტერია, შემთხვევით იქ მოხდა დაბინძურება და გაიზარდა ობი. ისეთი ობი, რომელიც პენიცილინის გამოყოფდა, მე ამას შეხედა და დააკვირდა, რომ ამ პენიცილინის ირგვლივ, ამ ობის ირგვლივ ბაქტერიები იყო დახოცილი. მე ის დაინტერესდა, რომ რა ნივთიერებაა გამოიკვლიეს და ასე. ანუ და ეხლა რა ხდება, რომ ცუდი ბაქტერია რომ ჩავიდა ორგანიზმში. თუ ოღონდ რაღაც რაოდენობა უნდა იყოს, ეხლა 1 და 2 ცალზე არ არის საუბარი, რაღაც გარკვეული რაოდენობა პოპულაცია რომ ჩავიდა და იქ ბევრია, როცა არის მოწამლული პროდუქტი. თუმცა თუ იმუნიტეტი დაქვეითებულია და ის დადებითი ბაქტერიების რაოდენობა შემცირებულია, იმ ერთმა ბაქტერიემაც შეიძლება იმუშაოს. არა, როგორ არის იცით, რომ ერთი ბაქტერია და ორი ვერაც, ჩვეულებრივ აი ვირუსზეც ეგრეა, რომ არის რაღაც ვირუსებზე ცნობილი, რომ 1000 ვირუსი ან რაღაცა უნდა შევიდეს, რომ იმუშაოს, იმიტომ რომ ესე 1 და 2 შეიძლება ჯერ მარტო კუჭის წვენი იმუშაობს, ხო, ჯერ რაღაც დონეზე კუჭის წვენი ხო
ხოცავს, მე ვიღაცაები გადარჩნენ, იქ ჩავიდნენ მაინც ნაწლავში და მაგრამ ფაქტი რა არის, რომ ის მე იწყებს გამრავლებას. თუ კაი პირობები ნახა, იწყებს გამრავლებას, ტოქსინების გამოყოფას, ეს ტოქსინები ხოცავს კარგ ბაქტერიებს და უკვე ის მრავლდება და მე რა ხდება, რომ ორგანიზმმა რაღაცა თუ არ იღონა, მაშინ საერთოდ მოკვდება, ხო და მე იწყება ეს გულისრევა, სხვადასხვა გზები, რომ განთავისუფლდეს შეძლების დაგვარად ამ ცუდისგან და მე ბოლოს უნდა აღდგეს ისევ კარგი ფლორა. ეგ თუ არ მოხდა, ეგ მაგრამ ძალიან კატასტროფისკენ მიდის. და ეს არის აი მაქსიკოსი და კიდევ რა არის ეს კარგი მიკროფლორა ხო გავლენას ახდენს ნანახია ბოლო ხანებში გამოსულია სტატიები რომ ისეთ რაღაცებზე როგორც არის მაგალითად პარკინსონის დაავადების განვითარება ის კი არა რომ მაინც და მაინც ყველა პარკინსონი და ყველა დემენცია მაინც და მაინც აგება აქიდანაც შეიძლება ამ დარღვევამ ერთ-ერთი ინიციატორი იყოს მერე სეროტონინი ასეც არის რომ ის მაგალითად სეროტონინი გამოიყოფა იქიდან სეროტონის სისხლში გადავიდა ჰორმონი იგივე არის მერე და ის განწყობაზე ახდენს გავლენას განწყობა მერე შეიძლება განწყობა თუ დაგერღვა შეიძლება წავიდეს მერე დეპრესია ერთ-ერთი მთავარი მომენტი ჩვენი ცხოვრების და განწყობაა და ეხლა როგორ არის ეს აქ ის მომენტია რომ აი ექიმმა რაც უფრო მეტი იცის ესეთი რაღაცები უფრო უადვილდება სწორი მკურნალობა რაც არის ხოლმე აი ექიმ ჰაუსის სერიალი როა მაგალითად ის ზუსტად აი ამ ცოდნებს იყენებს და თუ პირიქით ექიმი ან სისტემა მიყვება ამ გაიდლაინებს რაც მოხდა აი განსაკუთრებით კორონავირუსის დროს რომ რა მოხდა რომ უცბად წამოვიდა ბევრი პაციენტები და აქვთ გაიდლაინები რომ ამ პაციენტს მაგალითად რომელსაც აქვს კორონავირუსი და ესე უნდა მიეცეს ეს მედიკამენტი გაუზო მოწევა ესე უწერიათ რაღაცა მაგრამ ის კონკრეტული შემთხვევა თუ უფრო ღრმად არ შეისწავლე უამრავი ხალხი მოკვდა ძალიან მარტივად უბრალო პატარა ნიუანსების გაუთვალისწინებლობის გამო იმიტომ რომ იქნება იმას ამ დიაბეტიჭის და იმ დროს ეს აღარ შეიძლება აი ეგ თუ აღარ იცი უკვე თავისუფლად ცალკე თემაა იქ კიდე მეორად ინფექციები და ისინი ის კიდე სხვა რაღაცაა მაგრამ ეს მიკროფლორა ძალიან საინტერესო რაღაცაა და კიდე არის რომ შაქარზე მაგალითად შეიძლება რომ ბაქტერიებმა ტვინს გაუგზავნოს სიგნალი რომ იმას უნდა შაქარი მაგრამ შეგექნება განწყობა რომ ტკბილი ჭამო ვერ ხვდები რატო ადამიანი ყიდულობს ტკბილს ჭამს მაგრამ სინამდვილეში ის სიგნალი ზოგჯერ ზუსტად იმ ბაქტერიებიდან მოდის, რომ იმათ უნდათ ეს. და სხვა შორის ეგრე იგებს გავს რაღაცას პარაზიტ ზოგიერთი პარაზიტიც აკეთებს, რომ გავლენას ახდენს მასე ტვინზე მაგალითად. ეს კვებას კონკრეტულად რაც შეეხებოდა. ეხლა თქვენი აზრი მაინტერესებს და თქვენი დამოკიდებულება იმ გარემო ფაქტორებზე, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით, რომელშიც ჩვენ ცხოვრობთ. ნუ განსაკუთრებით ეხლა თბილისში ვიმყოფებით და თბილისის მდგომარეობა როგორ შეაფასებთ თქვენ და რა ტიპის პათოლოგიური პროცესების გამომწვევი შეიძლება იყოს ჩვენი ეკოლოგიური მდგომარეობა. თბილისი შეიძლება ვთქვათ, რომ იგივე მსგავს სიტუაციებშია, რაც ნებისმიერი დიდი ქალაქი. და პლუს რა არის, ხო, და ეგეთ თან მზარდია, დედამიწაზე ამ სოფლიოში არის ეგეთი მზარდი ტენდენცია, რომ მოსახლეობის რაოდენობა იზრდება და იზრდება და თან იზრდება კონცენტრირებულად. შეიძლება გახვიდეთ თუნდაც იგივე საქართველოს რაღაც ტერიტორიებზე, საერთოდ სოფლებია დაუსახლებლები, მაგრამ არის რომ რაღაც ადგილებში, ხო, არა და პირიქით ეხლა იქ რომ განავითარო, ეგ სხვა რაღაცა, ეგ არის იმის პრობლემის დაძლევის გზა, რომ გარემო უკეთესი იყოს, უნდა განაწილდეს ეს ხალხი, მაგრამ კონცენტრირებულად არის დიდი ქალაქი და შესაბამისად იგივე ყველა პრობლემა აქვს, რაც სხვა დიდ ქალაქებს. რა არის ეს, რომ პირველ რიგში ჰაერის დაბინძურება, იმიტომ რომ არის ბევრი ტრანსპორტი, ზოგან არის რომ ზოგ ქვეყნებში მაგალითად დიზელის საწვავი საერთოდ ამოღებულია, იმიტომ რომ მავნეა, მერე არის მანქანების გაუმართლება, ბენზინის და საწვავის მარტო ბენზინი რაც კიდევ ხარისხი არის იაფიანი სიტყვაზე რომ ჩაასხავ პირდაპირ ის არის მერე ეს მანქანების გამონაბოლქვი, მერე როგორ არის ისიც რომ სურო გამონაბოლქვი არ ქონდეს მანქანებს, ზოგი დიდი მანქანა, მაგალითად ის ცალკე მტვერს წარმოქმნის,
ცალკე არის ბორბლების რეზინის წვეთის პროდუქტები მოდის, მუხრუჭის წვეთის პროდუქტები, ანუ ყველა ვარიანტში ვერაული ბოლომდე გვერდს. ეგ მომენტი ჰაერი რაც შეეხება წყალი შედარებით უკეთესი მდგომარეობაა ჩვენთან რომ დაუკვირდეთ ვიდრე სხვაგან, იმიტომ რომ ზოგ ქვეყნებში საერთოდ ეს რესურსი ბუნებრივი არა აქვთ და რა წყალიც ტრიალებს ერთი და იგივე წყალს ატრიალებენ, უბრალოდ წმინდავენ. და ჩვენთანაც წყალი არ არის მაღალი ხარისხის. ჩვენთან როგორც იცით უყურეთ, შეიძლება არ იყოს მაღალი ხარისხის, მაგრამ ეს არ არის ბუნების ბრალი, უფრო ჩვენი ბრალი, რომ ჩვენ ვერ გავწმინდოთ, მაგრამ ბუნება გვაწვდის მუქთად, არა გვიმოდის. და შენ უბრალოდ უნდა ის გაწმინდო ცოტა უფრო კარგად და ეგ არის თორე რომ გაწმინდო ამაში ფული უნდა გადაიხადო უნდა დახარჯო მთელი რესურსები არის და ამ კერძო იმათ როგორ არის იცით მე როგორც უყურებ ჯამში ესეა რომ ეხლა ესე იგი ის რა თანხებით იქუცხალდება წარმოიდგინეთ უცხოეთში რომ ის ერთი და იგივე წყალი ატრიალონ ეგრე რო გააკეთო აქ ამ წყალზე იქნება გადასარევი მაგრამ ჩვენთან ცოტა ის არის მაგ ხრივ ხო მაგრამ მაინც ჯამში წყალზე ვერ ვიტყვით რომ ეს არის მავნე და ის უბრალოდ უნდა ცოტა მიხედვა რაღაცებს რომ შიგნი უფრო არ გამრავლდეს რაღაცები და უფრო გაიფილტროს ეგ არის მაგრამ აი ჰაერი ძალიან პრობლემატურია საკვები ჯამში პრობლემატურია მე არის მშენებლობების დარჩენები ეგ ცალკე თემა არის ალბათ ეხლა მე არ ვიცი თქვენ რამდენად ასე ვთქვათ გეხებათ თქვენ ეგ საკითხი არა მე არ მეხება ეგ ისა მე უბრალოდ მეხება რა საუბნებს რა ნაწილაკით გასაგებია თორე აი ეს მშენებლობები ეს კატასტროფა არის იმიტომ რომ აბსოლუტურად დაუგეგმავი არანაირი არქიტექტურა ქალაქის დაგეგმარება არ არსებობს თეორიულად ვითომ არის სინამდვილეში მაგრამ კი ეგ ახდენს გავლენას ეს ჰაერის მოძრაობა ეხლა ერთს ვიტყვი რამოდენიმე წლის წინ აი გადაცემაში ექსპერტები მყავდა და მათი მონაცემები არის მტვრის ნაწილაკების რაოდენობა 1 კვადრატულ კილომეტრზე თბილისში მსხვილი მტვრის ნაწილაკების რაოდენობა 1500 კილოა ტონა ნახევარი გესმით ანუ ეს ამას რა ქვია საერთოდ კი მაგას ჭირდება აუცილებლად მონიტორინგი და იგივე მანქანის გამონაბოლქვი იქ არის PM აი რამხელა ნაწილაკებია PM მაგალითად 2.5 აი ის ზომები მიკრომეტრია და თან რა არის ეს ნაწილაკები რომ ჩადის ფილტრებში არის რაღაცები რაც ვეღარ იწმინდება იქიდან ხელიდან ჩამოიბან სიტყვაზე მანქანას გადაუწმინდავ კი ისე ლორწოვანს როგორ აზიანებს იქ რომ ჩადის ის ზოგი რაღაცა რჩება და უკვე მერე და მერე ეს რომ მარტო ფილტრებზე იყოს ნუ მიხედავდი ფილტრებს მაგრამ ზოგადად ლორწოვანზეა ხო ცხვირხახის ლორწოვანი კუჭნაწლავის ლორწოვანი ყველგან ხვდება და ამიტომაც არის ესეთი მდგომარეობა რო არის და აი ბაქტერიების ის რა ქვია სიჯანსაღეც ერთ-ერთი ფაქტორი ეგ არის რომ ვერ უძლებს კი ჯამში იმიტომ რომ ყველა ფერი არის ერთმანეთზე გადაჯაჭვული იმიტომ რომ აი წარმოიდგინეთ ადამიანი რა ვიყოთ ცალკეული ადამიანი ხარ იქ რაღაც შეიძლება ნერვიულობა ცალკე გავლენას ახდენს სტრესი ანუ სხვადასხვა ტიპის სტრესები მე იქ ემატება სასმელი სიტყვაზე ალკოჰოლური სასმელი არა განსაკუთრებით სპირტიანი ღვინო არის ცნობილი რომ სიტყვაზე 1 ჭიქა 2 ჭიქა ღვინო კარგია მაგრამ სპირტიან სასმელს თუ გებულობს ადამიანი ეს სტრესი ემატება ეს ხარი ღვინო როგორც სამკურნალო ასე ვთქვათ სითხე სამკურნალო ნივთიერება ცნობილია საუკუნეების წინ და ამას იყენებდნენ ჩვენი წინაპრები და ეხლა სამწუხაროდ ესე აღარ არის ერთ-ერთი დოზებზეა კი უკვე დიდი დოზით და თან გააჩნია მე ფალსიფიცირებული ღვინო კიდევ უფრო ცუდია ის შაქრიანი ისა და ეს ჯამში უკვე აი ეს ფაქტორი და უკვე ჯამურად ძალიან ცუდად მოქმედებს ანუ აქ არის იგივე სინერგიის ეფექტი რომ აი ერთი რაღაცა რაც უნდაებს სიტყვაზე და ორი რაღაცა ცალ-ცალკე რო აიღო ეს ჯამში კი აღარა უკვე ნამრავლში გადადის ანუ ხარისხში აყავს ეს ნება ხო აი ღვინო ახსენეთ და ეხლა მე მაგალითად ვიცი რომ წითელი ღვინო ბუნებრივი და ნორმალური ასე ვთქვათ ყოველგვარი იმის შაქრების და იმების დამატების გარეშე გაკეთებული ერთი ჭიქა ღვინო სასარგებლოა ორგანიზმისათვის და რეგულარულად თუ მიიღებს ამას
მამაკაციც და მანდილოსანიც თავის შინაგან მდგომარეობას ბევრად უფრო გააუმჯობესებენ და ასე ვთქვათ, ჯანმრთელობის თვალსაზრისით ხელისშემწყობი ფაქტორია. ნამდვილად მასია, იმიტომ რომ თვითონ ვინის შემადგენლობიდან გამომდინარე ბოლო ხანებში გამოიკვლია ეს, რომ ზუსტად თან ანტიდაბერიტმით იკვლევებს, ვინც აკეთებს, იმან გამოიკვლია, რომ ეს შეიცავს რეზვერატროლს, მაგალითად, რეზვერატროლი დაბერებას ხელს უშლის, ანტიოქსიდანტებს შეიცავს და თან რა არის ის საინტერესო, რომ ეს ალკოჰოლსაც ხო შეიძლება ალკოჰოლი ნახეთ ყველა ვარიანტში შხამია, მაგრამ არის ეგ ფენომენი, რომ ზოგ სიტუაციაში მცირე რაოდენობით შხამი ოღონდ გააჩნია ამ პერიოდულობას, მაგრამ პირიქით კარგია, რომ ის ძრავს რაღაც სიტუაციას. აი როგორც ფესვები როა ხოლმე, აი თუ გინახია ნერგი როა ფესვებს აჭრიან ხოლმე, ხან და რატო? იმიტომ რომ ის გადაჭრა წესით მოაჭრა ხო დააკლო, მაგრამ არა, იმიტომ რომ ის რო გადაჭრა სტიმულაცია მიცა იმ გადაჭრამ, რომ ახალი ისინი წამოვიდეს ფესვები. აი რაღაც ეგეთიც მუშაობს იქ, იმიტომ მცირე რაოდენობით ღვინო ყველა ვარიანტში თან რა არის ისიც რომ ერთი რო ეგ ზოგადად და მით უმეტეს ქართველი ადამიანისთვის ეს გენეტიკურად ჩვენ მიჩვეული ვართ ამას და მისაღები არის. ეგ კაი თემაა ზოგადად აი თვითონ ადამიანის გენეტიკის შესაბამისობა საკვებთან. იმიტომ რომ არის რაღაც საკვები რომელიც ახალი წამოსულია, გენეტიკა საერთოდ არ არის მზად ამისთვის და ის პირდაპირ ურტყავს. ნუ კვებასთან მიმართებაში მე ერთი ისა მაქვს, რა ქვია, მე ყოველთვის პაციენტებთანაც და ზოგადად ლექციებზეც ყოველთვის ვამახვილებ ხოლმე ყურადღებას სეზონური კვება. აი ჩვენ რომ დავანებეთ თავი, ასე ვთქვათ, სეზონურ კვებას და გადავედით მთელი წლის განმავლობაში ყველაფერს რო ვჭამთ, ხო? ეხლა ეს დამღუპველია ორგანიზმისათვის. ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი ჩვენი ორგანიზმის დაავადებისა და დაბინძურების არის ის, რომ მთელი წლის განმავლობაში ჩვენ ყველაფერს ვჭამთ და ნუ მე რა მაქვს მხედველობაში ზამთარში რომ კიტრს და პამიდორს იმაშვები, რა ქვია, ჭამ და იმაში გამოზრდილ, გამოყვანილს, სათბურებში გამოყვანილს და ის ხო იმას კიდე რაღაც დამხმარე ნივთიერებები ჭირდება იმისათვის, რომ კარგი მოსავალი მიიღო, ან რაღაც განსაკუთრებული ჯიში უნდა იყოს იმისთანა, რომელიც ზამთრის პერიოდში მიუხედავად იმისა, რომ სათბურში არის მოყვანილი გამოყენებადი იყოს და უამრავი რაღაცა, ხო? რაც არ აძლევს, ჩვენ არ ვაძლევთ ჩვენ სხეულს დასვენების საშუალებას. კი, მანდაც არის იგივე ის გენეტიკური მომენტი, რომ ნახეთ, ადრეული ადამიანი იყო ზუსტად მაგ სეზონურობას მიჩვეული და იმის გენეტიკაც უკვე მიეჩვია. თან საინტერესოა, იმიტოა ხოლმე რაღაც დიეტები, კალორიული შეზღუდვები, ის უფრო შეესაბამება იმ ადრეულ სიტუაციას. წარმოგიდგენთ, აი ძველი დროა სიტყვაზე, რამდენიმე 100,000 წლის წინ. ხო, ადამიანი რაღაცა უკვე რა შვება, აი ის დრო რო ავიღოთ, როცა აი მიწათმოქმედება არ არის ჯერ სიტყვაზე, აი სიმინძ ვერ თესავს და რაღაცა მოსავალი ვერ მოყავს. რა შვებოდა ადამიანი პრაქტიკულად ნადირობს და ეძებს რაღაცეებს, ანუ კენკრას და ასე შემდეგ და სხვაგვარად არის კიდევაც ეგეთი პალეოდიეტა. რატო? იმიტომ რომ ის კენკრა იმდენად ძველია და იმდენად შეგუებულია და თან ისედაც შეიცავს ისეთ ფლავონოიდებს და ისეთ კარგ ნივთიერებებს, რომ კენკრა არის ძალიან აი მისაღები ორგანიზმისთვის და ჯანმრთელობისთვის ძალიან კარგი. თუმცა ყველაფერზე იგულისხმობს ერთი რაღაცა, ნებისმიერი ვიტამინი იქნება თუ რა იქნება. აი სელენი მაგალითად ხორცზე გამახსენდა, ეხლა რატო აკიდე კაი რომ ჩვენ რო გვაქვს ზედმეტი დოზით უკვე მავნია მე ვიტამინიც, მაგრამ სელენი მაგალითად აი არის ხოლმე ხორცში, თევზეულში, რატო მნიშვნელოვანია? ჩვენ გვაქვს 20 ამინომჟავა, მაგრამ ცისტეინი მაგალითად იკავშირებს სელენს და მარტო ამინომჟავისთვის არ არის, მაგრამ ჯამში სელენი მნიშვნელოვანი ელემენტია. ისევე როგორც სხვა რაღაც მეტალის იონები მაგალითად და ელემენტები, მაგრამ და ხდება რა, რომ ხო, ამ ამინომჟავებზე კიდე რა არის საინტერესო, რომ ეს 20 ამინომჟავა რო გვაქვს არის არსებითი და არარსებითი და ანუ რა არის, რომ მცენარები მაგალითად 20-ვეს ასინთეზირებს, იმიტომ რომ ევოლუციურად იმას ეს შეუძლია და ადამიანი და ეს ძუძუმწოვრები ხო იმად გამოყენებაზე არიან, რომ ის უნდა შეჭამოს, ანუ იქიდან უნდა მიიღოს და მიჩვეულია ორგანიზმი, რომ ანუ ნახევარს ასინთეზირებს თვითონ, არაარსებითი, მაგრამ არსებითი საკვებით უნდა მიიღოს, თუ არა და დეფიციტში მიდის უკვე. გასაკვირველია.
ну, თემა ბატონო დავით საკმაოდ დიდია, ფართოა და ესე ჩვენ ახლა დღეს რადგანაც ჩვენი პირველი გადაცემა არის ამ მიმართულებით, ესე ზოგადად შევეხეთ ამ საკითხებს და შემდგომში მე იმედს ვიტოვებ, რომ გამომდინარე ჩვენი მაყურებლის ინტერესიდანაც ალბათ უფრო დავაკონკრეტებთ და მეცნიერული თვალსაზრისითაც განვიხილავთ ცალ-ცალკე საკითხებს და რეკომენდაციის თვალსაზრისითაც უფრო აქტიურად შევძლებთ დახმარებას. დიდი მადლობა სტუმრობისათვის და დიდი მადლობა ესეთი საინტერესო საუბრისათვის. დიდი მადლობა თქვენ საინტერესო გადაცემისთვის და მოწვევისთვის. თქვენც დიდი მადლობა პატივცემულო ტელემაყურებლებო. მომავალ შეხვედრამდე კარგად გრძანდებოდეთ.